ფუნქციებს პატარაზე რო შევეხოთ, ნახეთ, ეს არის ნაბიჯების სიდიდე, ანუ თვითონ გვირისტის სიდიდე. ამ მანქანას აქვს პეტლის გაკეთების საშუალება, ეს არის პეტლის გაკეთების საშუალება. ესენი არის უკვე პროგრამები. აი მაგალითად პეტლზე თუ არის პეტლის 3 პროგრამაა 1, 2, 3 და 4. ნელ-ნელა უნდა გადართოთ ეს ერთ პეტლს ქმნის. მაგალითად პროგრამები ნიშნავს რომ აი აქ აწერია მას პროგრამების მაგალითად C-ზე რო გადართავთ, გააკეთებს ესეთ რამეს. D-ზე რო გადართავთ, გააკეთებს ესეთ რამეს და ასე შემდეგ. აი მაგალითად S-ი და უკვე ქვევითაც სხვა ფორმებია, ნიშნავს რომ ეს უნდა დააყენოთ S-ზე, ნახეთ, აი ესე და უკვე A-ზე რო იქნება, ამას გააკეთებს, C-ზე რო იქნება, ამას გააკეთებს, D-ზე რო იქნება, ამას გააკეთებს. ეს პატარა მიმოხილვა უბრალოდ ამის ფუნქციების და შევეცდები ჯერ სწორი გვირისტები ვნახოთ, როგორ კეთდება და შემდეგ ამ უზორებსაც გავაკეთებინებ, ასე თქვა. ესე იგი 3 ნაბიჯების სიდიდე 3 არის ძირითადად სამუშაო ნაბიჯების სიდიდე. თუმცა ხელქსოვილებთან გვაქვს 2-დან 3-მდე და უფრო ხელქსოვილებთან ცოტა ხელქსოვილებთან 3-დან 4-მდე. საშუალო სისქის ქსოვილებთან 3 არის ძალიან კარგი. დავიწყოთ ახლა სწორი გვირისტები. ნახეთ, მაქვს სწორი ხაზი, მაქვს კუთხე და მაქვს რკალი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საკერავი მანქანა არის უბრალოდ მექანიზმი, რომელიც არ გაგიკეთებთ სწორ ხაზს. თქვენ როგორ მიაწვდით ქსოვილს, ისე გაკეთდება თქვენი სწორი ხაზით. დავიწყოთ, ნახეთ, მინდა რომ ამ ხაზზე გაკეთდეს სწორი ხაზი, ამიტომ თათს დავსვავ. ისე რომ შუა ღარში, ანუ თათის შუა ღარში მოხდეს ჩვენი ხაზი. ჩამოვწიოთ ნემსი ჩვენსკენ მიმართულებით, ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ ყოველთვის იმუშაოთ ჩვენსკენ მიმართულებით. ჩავსვით. მანქანა მუშაობს იმ სიჩქარით, რა ძალითაც დააწვევით პედალს. ანუ ნელა დააწვევით, ნელა წავა. ძლიერად დააწვევით, ძლიერად, ცოტა ჩქარა წავა, ხო? მოდით ნელა დავაწვეთ ახლა და ნელ-ნელა მივყვეთ. მანქანას აქვს რევერსის საშუალება, ანუ უკუსვლა. როდესაც ვიწყებთ და ვამთავრებთ, მაშინ ვაკეთებთ ამას. ნუ ახლა მე უკვე ცოტა წინ ვარ წამოსული, მაგრამ მაინც გაჩვენებთ რევერსული მოძრაობა როგორ კეთდება. აი ეს არის ამ მანქანისთვის რევერსული მოძრაობის გაკეთების საშუალება. ამას ბოლომდე უნდა დავაწვეთ თითით, ანუ გვიდევს თითი Z, ისე ვაწვევით პედალს. და უკან მიდის მანქანა. ესე იგი რა გამოვიდა, რომ 2 ნაბიჯი წინ, 2 უკან, ეს ნიშნავს ჩამაგრებას. როცა ვიწყებთ და ვასრულებთ, მაშინ ვაკეთებთ ამ მოქმედებებს. ესე იგი მივდივართ წინ და ჩვენი მიზანია, რომ ეს ხაზი მუდმივად იჯდეს შუა ღარში. ნემს არ უყურებთ, არც ერთ შემთხვევაში არ უყუროთ ნემს. თქვენი ხელებით არ რეგულირებთ ქსოვილის მიწოდებას. არ შეიძლება ქსოვილი თქვენსკენ გამოკაჩოთ. ნახეთ, ეს ამ დროს მანქანა ვერ ხვდება რა გააკეთო, შესაბამისად ვერ მიდის წინ და ყველაზე კაი ვარიანტი შეიძლება მოხდეს, რომ ნემსი გატყდეს, ყველაზე ცუდი შიგნით სისტემაში ცუდ ადგილზე ჩატყდეს. ამიტომ ჩვენი მიზანია ქსოვილი სწორად მივაწოდოთ, ხო? არ ვქაჩავთ. და ნახეთ, სანამ დავასრულებ, მანამდე ჩამაგრება, დავაწინ რევერს დავაჭირე და უკუსვლა. ესე იგი 2 ნაბიჯი წინ, 2 უკან. ეხლა როგორ დავასრულოთ? ნახეთ, ყველაზე მაღალ პოზიციაზე უნდა აწიოთ ნემსი. ეხლა ამ შემთხვევაში ნახეთ, ნემსი, როდესაც ქვევით სვლას იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალ პოზიციაზეა. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, რომ ესე დაჯდა. შემდეგ თათი ავწიეთ და გავიტანთ ან უკან, ან გვერდზე. იმის თქმა მინდა, როდესაც ასრულებთ, აუცილებლად 2 ძაფზე მეტი არ უნდა მოდიოდეს. და მანქანას დაუტოვოთ, რაც შეიძლება ბევრი ძაფების სიგრძით, ანუ არ შეიძლება ესე ძირში აქ წააჭრათ, ხო? უკან. ესეც ჩვენი სწორი ხაზი. მინდა დააკვირდეთ იმ ადგილზე, როდესაც მე დავიწყე ისა დაძაბვა, ანუ ჩემსკენ მოკაჩვა თვითონ ქსოვილის, ნახეთ ამ ადგილებში როგორ წვრილი ახლო-ახლო გააკეთა ნაბიჯები. ეს არის 3-იანი ნაბიჯი, 3-იანზე, როდესაც გვაქვს. ეხლა შემდეგ ხაზზე მის პარალელურ ხაზს გავაკეთებ, სადაც გავზრდი ნაბიჯების სიდიდეს მაგალითად 4-ზე, რომ შეხედოთ როგორ იზრდება ნაბიჯები. შემდეგი ორიენტირი ჩემთვის არის უკვე თათის კიდე, ნახეთ, აი ეს თათის კიდე და ხაზი. ეხლა უკვე შუაში აღარ ვიყურები. დავიწყოთ 2 ნაბიჯი წინ, 2 ნაბიჯი უკან.
და დავიწყე. აი აქ ვიყურებით. ნახეთ, ვაკონტროლებ, რომ მუდმივად აქ იჯდეს ხაზზე. აქაც ბოლომდე არ დავასრულებთ. შეეცადეთ, რომ ქსოვილს არ გადაცდეთ ხოლმე, სხვა შემთხვევაში არ აქვს აზრი ჩამაგრების გაკეთებას. ნახეთ, ნემსი ყველაზე მაღალ პოზიციაზე ეხლაც ესე დაგვიჯდა, გამოვიტანეთ, ორი ძაფი უნდა მოდიოდეს ცალ-ცალკე. აი ნახეთ, ნაბიჯების სიდიდე უკვე მკვეთრად განსხვავდება, ხო? ეხლა მოდი ვნახოთ კუთხის გაკეთება, როგორ ხდება. ანუ ამ შემთხვევაში შუა ხაზი იქნება ჩვენი ორიენტირი, როგორც პირველ ხაზზე. ჩამაგრება. ანუ კუთხის დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონკრეტულ გადაკვეთის წერტილს არ გადავცდეთ, ამიტომ ხელით მივდივარ იმ კონკრეტულ წერტილამდე, ხელით. აი ესე ზუსტად ჩავჯექ იმ გადაკვეთის წერტილთან, ნემსი შიგნით ჩავტოვეთ, ავწიეთ თათი და მოვტრიალდით. ნემსი დავწიეთ, ნახეთ, ისევ შუაში მოხვდა და წამოვედით. მაგალითად, აქაც შემიძლია ქსოვილის შუაშიც ჩავამაგრო. ნახეთ, ნემსი ცოტა დაბლა არის, ამიტომ ყველაზე მაღალ პოზიციაზე ავწევ და გამოვიღებ. ხშირად არის ხოლმე, რომ ქსოვილი ძნელად გამოდის, იმიტომ რომ მანქანა უძალიანდება, ეს იმისი ბრალია, რომ ნემსი არ არის ყველაზე მაღალ პოზიციაზე. ხანდახან არის ხოლმე აქ 3 ძაფი გამოდის, 2 დამატებითი ქვევით 2, ამიტომ ეს აფერხებს მოძრაობას. თათი ჩამოგვივარდა, ესეც საინტერესოა, როგორ კეთდება თათი. ანუ თვითონ ჩამოვარდასაც გაჩვენებთ, ნახეთ, ეს არის თათის შეცვლის დროს. ჩამოვაგდოთ, გამოდის და შესმის დროს ამასაც ვაწვევით და პლუს თათის ჩამოწევასაც, რომ ერთდროულად ჩაჯდეს მექანიზმში. აი ესე. ეხლა რკალი. რკალის დროს ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ ხაზს მივყვეთ, რომ შუა ღარში იყოს. ამ დროს ვსწავლობთ ქსოვილის მობრუნებას, ისე როგორც ჩვენ ხაზს ჭირდება. ნახეთ, უკვე ვიწყებ მობრუნებას, იმიტომ რომ ჩემი მიზანია, რომ აქ იჯდეს ეს ხაზი. ნელა ვიმუშავეთ საწყისხად ყოველთვის, მიჩქარებთ, ნელა აჩქარდებით, როდესაც უკვე მეტი პრაქტიკა გექნებათ. ჩამაგრება, ავწიეთ თათი, ნემსი ყველაზე მაღალ პოზიციაზე და გამოვიტანეთ. აი ეს არის ძირითადი საკვანძო ნიუანსები, ასე ვთქვათ, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ხაზის გაკეთებაში, პარალელური ხაზის გაკეთებაში, კუთხის გაკეთებაში და რკალის გაკეთებაში. ეხლა დამატებით შემიძლია, რომ აი ეს ფუნქციები გაჩვენოთ უბრალოდ ამ მანქანის როგორ ასაკეთებს. ნუ მაგალითად გავაკეთოთ ზიგზაგები. დაწოდებული მანქანის ავერლოქს რო ეძახიან. აი C-ზე გადავრთეთ C-ზე, ნახეთ 4-იანი ეს ასევე არეგულირებს სიხშირეს, ანუ რამდენად ახლოს უნდა იყოს. აი ნახეთ, ეს არის 4-იანზე. ნახეთ, რამხელა ნაბიჯებს აკეთებს. ეხლა მე თუ ამას დავაწვრილებ 2-ზე, უკვე ახლო გააკეთებს. ნახეთ, მე უკან უფრო გაჩვენებთ. რა შედეგია, ნახეთ? ეს იყო 4-იანზე, ეს იყო 2-იანზე. ამას უკვე თქვენ თვითონ არეგულირებთ, მე რა გინდათ, ხო? ნუ მე უფრო აი მაგალითად გავაკეთოთ, მოდით ეს აი ესე და ვნახოთ ეს რას გააკეთებს, ხო? ჯერ ამ მდგომარეობაში 2-იანზე როცა არის. შევხედოთ უკან. ნახეთ, აი ესეთ რაღაცას აკეთებს, ნუ პრინციპში აქ უფრო ახლოს არის. მოდი ვნახოთ ეხლა 1-იანზე გადავწიოთ, ანუ ნაბიჯების სიდიდე და შევხედოთ ეხლა როგორ გააკეთებს. აი ნახეთ, ეხლა უფრო ახლო გააკეთა, ხო? იმიტომ ვიძახით, თქვენ თვითონ უნდა არეგულოთ. მაგალითად, თუ გინდათ, რომ აი ქვედები გააკეთებინოთ, მაშინ ეს უნდა დააყენოთ S-ზე, მაგრამ ამას აქვს S-ი პლუსი, S-ი მინუსი და S-ი შუაში. აქაც იგივე არის, ანუ S-ი ცოტა პლუსი განიერს აკეთებს, S-ი მინუსი ვიწროს აკეთებს და S-ი საშუალოს. მოდი ვნახოთ, აი ეს, თუნდაც რაზეც გვიყენია, ხო? S-ზე რას გააკეთებს? შევხედოთ, ნახეთ,
ანუ როგორ განსხვავდება ამისგან, ხო, იგივეა. და როგორ სხვანაირი რამე გააკეთა, ხო? ნახოთ, მოდით D, ნახოთ როგორ გააკეთებს. ოღონდ S-ის D, აი ეს. შევხედოთ, აი ნახეთ, როგორი უზორია, ხედავთ? ამიტომ, ეს არის მინიმალური ფუნქციების მანქანა, ასე ვთქვათ და ასეთი რესურსი აქვს ამ მანქანას.